მანამ ჩემი მეგობარი რობერტა ტყვარში დაიჭერს თავის ხრამულებს, ჭანარებს და ასე შემდეგ. მე წავედი ოკეანეში და დავიჭირე ესეთი სკომბრიები, მეგობრებო. და მოგიმზადებთ ახლა რაღაც საინტერესო რაღაცებს. მოკლედ, მეგობრებო, ესეთი თემაა ახლა. მე თევზის გამზადების პროცესები ჩემს არხზე ზოგადად მივანდე ჩემ მეგობარ რობერტას. რობერტ ტატევოსიანს მივანდე ეს პროცესი თევზების მხოლოდ. ხო და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა მოიკითხეთ რობერტამ, მკითხეთ ეს ტატევოსიანია, დიახ, რობერტ ტატევოსიანია, ჩემი მეგობარია. ხო და ის მოამზადებს ხოლმე, მაგრამ ის როგორც სახუმაროდ გითხარით, მანამ მოვა, ცოტა არასცალია, რაღაცა კარგ რეცეპტს შემოგთავაზებთ ახლა. ხო და რის თქმა მინდა, მოკლედ ბევრმა მოიკითხეთ ჩემი მეგობარი და გადავეცი და ძალიან გახარებულია რობერტი, მალე შემოგვიერთდება, სხვათა შორის ორ რეცეპტს პირდება, თევზის მომზადების, ვნახოთ რას პირდება, მალე შემოგვიერთდება და რაც თავარია, მინდა გითხრათ, რომ ყველა მოგიკითხათ. მე ზოგადად კომენტარებში ვნახე სახელები, ახლა არ ვახსენებ და ყველა ძალიან გულიდან მოგიკითხათ და მოკითხვა გადმოგცეთ. მალე შემოგვიერთდება რობერტა თავის რეცეპტებით. ახლა მე დღეს უნდა გაჩვენოთ, მეგობრებო, თევზის სკუმბრია, აი სკუმბრია მაქვს მოტანილი. უნდა გაჩვენოთ ძალიან მარტივი, მაგრამ საინტერესო მომზადების წესი უნდა გაჩვენოთ. და რაზე მინდა ხაზი გაუსვა, ესე იგი, მოკლედ ორი სიტყვით გეტყვით რა უნდა მოვამზადო, მეგობრებო და მე მგონი დაინტერესდებით და ვიდეოს ბოლომდე უყურებთ. ეს იქნება ესეთი თემა. პირველი იქნება უნდა გამოვაცხო ფეჩში, უნდა გამოვაცხო და შევწვა, მაგას ნახავთ და მეორე იქნება დამარილებული თევზი. და ერთი საინტერესო თემას უნდა გავუსვა ხაზი, რომ იცოდეთ, ჩემო ძვირფასე მეგობრებო. ბევრმა მიხვდით, რომ ჩვენ ძველიავლაბრელები ვართ, მეც და რობერტაც და ზოგადად ჩემ არხს ვინც უყურებს, იცით, რომ უძრავ ქონებას ვარ ეკლამებდა. ეს ორი რეცეპტი, ეს არ არის სპეციალურად მოფიქრებული, რომ ვიდეოსთვის გამომივიდეს. არა, ეს მასწავლეს მე ძველმა პედაგოგებმა,ავლაბრელმა პედაგოგებმა, ვისაც გახსოვთ ხოჯივანკის ბაღი, არ ვიცი, ბევრშელმა არც იცის, მაგრამ დღეს იქ სამების ტაძარი დგას ხოჯივანკის ბაღში, იქ იყო პიონერთა სასახლე, მეგობრებო. კომენტარებში მომწერეთ, აბა ვის გახსოვთ ეს პერიოდი. ჩემ თაობის და ჩემზე ცოტა უმცროსებს და უმცროსებს ნაკლებად. მოკლედ, სიტყვა რო არ გამიგზელდეს, ერთ-ერთი რეცეპტი გაჩვენებთ მერე, რომ დავაკეთებ უკვე პროცესში, მასწავლა, ვინც იცის ეს პიონერთა სასახლე, იყო პედაგოგი, ჭადრაკის მასწავლებელი იყო ბატონი ჟორა. ბატონი ჟორა ცნობილი იყო საქართველოში, სხვათა შორის სპორტის ოსტატი იყო ჭადრაკში, მეგობრობდით. ერთ-ერთი რეცეპტი არის მისგან ნასწავლი და მეორე რეცეპტი არის ნასწავლი, მეგობრებო. არ ვიცი, რუსულ სკოლაში იყო მასწავლებელი ქალბატონი ალა და მაგასაც გაჩვენებთ და ვიტყვი რომელმა რა მასწავლა. ეხლა შეუდგეთ კეთებას, მეგობრებო. ეს ბოლო თევზიც გასუფთავებულია. რაც თავარია, მეგობრებო, იცით კარგად, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ლაყუჩები აუცილებლად უნდა მოსცილდეს, საშიშია ლაყუჩები. ყველა თევზი არის გასუფთავებული, ლაყუჩები აქვს მოხსნილი. როგორც იძახის რობერტა და არა მარტო რობერტა, მეც ვიცოდი ეს, რომ მანამ რუსული არსებობს თვეებში, ანუ მარტი, აპრილი, მანამ არსებობს, იქამდე თევზი იჭმევა. მერე უკვე ზაფხულის თვეებში ცოტა საშიშია, მხოლოდ აი ეს გამოყვანილი თევზები შეიძლება ლუცთან ერთად. მოხარშული და შემწვარი, როგორც ძველი ხალხი იტყოდნენ, ასო თუ არ ურევია, მაშინ თევზი არ იჭმევა. ეს ესე იგი ეს გადასაყრელია. ჩემ გვერდზე ხედავთ თქვენ ჩემ შვილიშვილს. ყოველთვის ჩემი შვილიშვილი მეხმარება ხოლმე და ნიხელი დაუგნია ჩვენ მეგობრებს. მიესალმენ. ძალიან აინტერესებს ხოლმე და მეხმარება ჩემი დანი. მოკლედ. აი ესე გაირეცხა. აი ესე კარგად გაურეცხეთ, გასუფთავებულია ჩვენი სკუმბრიები. და დავიწყოთ ახლა მომზადება. მოკლედ ვიწყებთ ახლა
ნომერი პირველი დავარქვი. ამ რეცეპტს ახლა მოვაჭრათ კუდები და ეს არის როგორც მოგახსენეთ უკვე ჩემო ძვირფასო მეგობრებო როგორც გითხარით პირველს გავაკეთებთ ბატონ ჟორას ნასწავლი დამარილებული თევზი გიმეორებთ ჟორა ბევრმა იცოდა ეს კაცი დამარილებული თევზი ჭადრაკის ძალიან ბევრი მარილი უნდა არ გაგიკვირდეთ ძალიან ბევრი მარილს იტანს თევზი ძალიან ბევრი მარილი უნდა შიგნით უშვებით ბევრს ძალიან ბევრს დანი დააყარე შენც თუ გინდა ამოიღე ძალიან მაგარი პედაგოგი იყო ხსოვნა იყოს ბატონ ჟორასი ძალიან ბევრ ბავშვებს უყვარდათ ძალიან ბევრი სპორტის ოსტატი გამოიყვანა საქართველოში ჭადრაკის მეგობრებო და სხვათა შორის ერთხელ რომ მიმიწვია თავის სახში გამასინჯა ეს თევზი სკუმბრია იყო ისეთი გაკეთებული მარილი ძალიან ბევრი უნდა კიდევ გიმეორებთ ყველა მხრიდან გარედანაც დააყარედანი ოჩახ აქედანაც დააყარე აი აქაც ჩაყარე და სხვათა შორის აი ყველას გექნებათ გასინჯული აღარ გინდა მოვჭა აღარ გინდა სათალი გექნებათ გასინჯული მეგობრებო და ეს როცა უკვე გამოვა კარგად თითქმის და ნამდვილად თითქმის კი არა და სათალის გემო ეძლევა ეს პროცესში როცა დამზადდება ესე მარილი ბევრი ძალიან ბევრი მარილში ქაღალდში ვახვევთ აი ესე ვახვევთ კარგად და მეორესაც გავაკეთებ ჩვენება ახლა აუცილებელი არ არის მეორესაც გავაკეთებ ესე და ჩემო ძვირფასო მეგობრებო იდება ცელოფანში აი ესე ცელოფანში იდება აბა ცელოფანში რატო უნდა ჩავდოთ აი დანიმ შემეკითხა ცელოფანში რატო უნდა ჩავდოთო ცელოფანში იდება ესე მეგობრებო და 3-4 დღით უნდა დადოთ სადმე ცივ ადგილას შეიძლება მაცივარში ქვემოთ ადგილში მოათავსოთ ან თუ ეხლა სიცივეა ზამთარია შეიძლება გარეთაც აივანზიან სადმე ჩამოიკიდოს აი ესე 3-4 დღით 3-4 დღის შემდეგ მე ვიდეოს ეხლა არ შევწყვიტავ მეორე რეცეპტი უნდა გაჩვენოთ შევწვათ უნდა თევზი მომდენო ვიდეოში მალე იქნება მომდენო ვიდეოს გადავიღებთ და მე გაჩვენებთ ეს უნდა გაირე ახლა გეტყვით რა უნდა გაკეთდეს უნდა გაირესხოს კარგად და თვალების ხრიდან რამე ესეთი კანაფი ძაფით უნდა ჩამოიკიდოს აი ესეთ ოთახის ტემპერატურის ქვეშ უნდა იყოს ჩამოკიდული რამოდენიმე დღით უნდა ჩამოიკიდოს დანი და რომ მომზადდეს უკვე უნდა დამარილებული უნდა მომზადდეს და მზადების პროცესი სრულდება თქვენ თვითონ მიხვდებით უკვე როგორც დაიწყებს აი ესე თევზიდან იწყებს საინტერესოა მეგობრებო აი თქვენ თვითონ შეამჩნევთ როცა გააკეთებთ რო ჩამოკიდული გექნებათ მე შემდეგ ვიდეოში სხვა რეცეპტს გასწავლით რაღაცას გაჩვენებთ და ამ პროცესს გაჩვენებთ როგორ წვეთავს აი როგორც ეხლა წყალი წვეთავს ესე ნახეთ აი ესე დაიწყებს წვეთას ქონი როგორც რო დაიწყებს ქონი წვეთას აი ესე ნახეთ როგორც წვეთოს წყალი აი ესე უნდა დაიწყოს წვეთა ქონმა ესე იგი მზად არის უკვე ჩემო ძვირფასებო ჩამოიღეთ მოხსენით ძაფისგან დაჭერით და მიირთვით უგემრიელესი გამოყვანილი სკუმბრია თითქმის კი არა და ძალიან გავს სათალის გემოს მოკლედ ესეთი რამე გაჩვენებთ ხსოვნა იყოს კიდევ ერთხელ ბატონ ჟორასი ეს წავა ეხლა სიცივეში ცივად აივანზე ჩამოიკიდება 3-4 დღით და გადავიდეთ ეხლა მეორე პროცესზე ჩემო ძვირფასებო ეხლა ვაკეთებთ მეორე რეცეპტს ვიწყებთ მეორე პროცესს გვაქვს ეხლა ორი თევზი გასუფთავებული ლამაზად გარესხილი ლაყუჩები მოხსნილი როგორც გითხარით ვაკეთებთ ეხლა მეორე პროცესს ეს უნდა შევწვათ ეხლა ღუმელში უნდა შევწვათ ეს თევზი ეხლა რა გვჭირდება ამისთვის გვჭირდება პაპრიკა წითელი მწარე წიწაკა აუცილებლად გვჭირდება კარაქი გვჭირდება და დაგვჭირდება ცოტა ლიმონი და რა თქმა უნდა მთავარი ატრიბუტი არის აი ეს ფოლგა ფოლგაში უნდა შევახვიოთ
აი ესენი გვჭირდება ძვირფასო მეგობრებო, ეხლა ლიმონს მოვამზადებ და ორი სიტყვით გეტყვით წინა ვიდეოში მე ვახსენე სიახლე გვაქვს. შეგახსენებს რომ ჩემი არხის სპონსორია უძრავი ქონების სააგენტო ლადო სახლები, ასპონსორებს ჩემ არხს და დავაანონსე წინა ვიდეოში რომ ეს სიტყვები არ იყო მხოლოდ ის რომ ვიდეოსი და სიტყვებისთვის. ეს იყო სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, ჩემო ძვირფასებო. ნუ გიყვით ამას რო გთავაზობთ, ეს სერიოზული თემაა. ანუ ყოველ ვიდეოს ქვეშ ამიერიდან დაიდება რამოდენიმე უძრავი ქონების ვიდეოს ლინკები დაიდება და მე თქვენ გთავაზობთ, როგორც ხუმრობით გითხარით, მე-13 ხელფასის გამუშავებას. ზედმეტი ლუკმა არავისთვის ზედმეტი არ იქნება, რა თქმა უნდა. და რას ნიშნავს ეს კიდევ გიმეორებთ, ჩემო ძვირფასებო? კარგად უნდა მომისმინოთ და დაინტერესდეთ. ნახავთ ვიდეოებს, აირჩევთ უძრავ ქონება იდება ხშირად ჩემ არხზე, აირჩევთ რომელიმე უძრავ ქონებას, რომელიც მოგეწონებათ, მომწერთ კომენტარებში, ფასს შემეკითხებით, ფასს ადგილმდებარეობა წერია, მაგრამ კიდევ დააზუსტებთ და თუ დაინტერესდებით კონკრეტული უძრავი ქონებით, შეგიძლიათ მომეხმაროთ ამის რეალიზებაში, გაყიდვაში, დაქირავებაში და დაგირავებაში. წინაზეც გითხარით, მომწერეთ რომელი ობიექტი მოგწონდა, რომელ მისამართზე შეგიძლიათ რომ მომეხმაროთ ამ ობიექტის რეალიზებაში. ზუსტი მოგება გექნებათ მოლაპარაკებით, მაგრამ გეტყვით ახლა წინასწარ, ჩემო ძვირფასებო, მოგების 3 ნაწილიდან 1 ნაწილი, 3-დან 1 იქნება თქვენი, მოგების 3 წილიდან 1 წილი იქნება თქვენი. ეს არ არის სახუმარო და ისე თემა, ეს არის სერიოზული შემოთავაზება. ჩაერთეთ ახალ საქმეში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში და იქონიეთ მუდმივი ყოველთვიური შემოსავალი. გავაგზავნოთ ახლა ეს პროცესი, მოვამზადეთ მოკლედ ლიმონი, თევზი და პაპრიკა გვაქვს და ახლა გავშალოთ ეს ჩვენი ფოლგა. მოკლედ ერთი ფენა გავუშვით და რაღაცა ფოლგა ცოტა მეთხელება მეგობრებო და ამიტომ აი ესე დამატებით კიდევ ერთ ფენას გავუშვებ. თან მივცემ ცოტა სიგანეს რა. აი ესე ერთ ფენას გავუშვებ კიდევ და მივცემ ცოტა სიგანეს. აი ესე ფოლგა გავხსენით და აბა ეხლა დავამუშაოთ ჩვენი სკუმბრია. კარგად გადავწყვიტოთ წყლისგან. Так, ესე იგი ესეთი რაღაცა, მოკლედ ჯერ უნდა დავამარილოთ კიდევ კარგად. პირველ რიგში მუცელში გავუშვათ მარილი. კარგად აი ესე. იტანს, როგორც გითხარით, იცით თქვენ. ბევრ მარილს იტანს და თევზს ისეთი ისაა შინაგანად, რომ რამდენიც გინდა უყო თვითონ რამდენიც უნდა იმდენს აიტანს. ზედმეტს არ აიტანს. გარედანაც კარგად დავაყაროთ. მარილები აი ესე ყველგან აი ესე. მე მგონი საკმარისია. აი ეს დავაყაროთ კარგად მარილი და ეხლა ნახეთ რა არის. ციცაკას ვუშვებით. რამოდენიმე დაჭრილი მაქვს აი ესე პატარ-პატარა დაჭრება ციცაკა. აი ესე შიგნით გავუშვათ ეს ციცაკა. აი ესე შიგნით გავუშვათ. ეხლა დაგჭირდება ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. კარაკი. აი ნახეთ კარაკი. ეს მართლა იშვიათი რეცეპტია ესე კარაკით. და როგორც გითხარით უკვე ეს რეცეპტი, ესე იგი ის მასწავლა ჭადრაკის მასწავლებელმა, ჭადრაკზე დავდიოდი და ეს მასწავლა სხვათა შორის ქიმიის მასწავლებელმაავლაბარში, რუსული სკოლის ქიმიის მასწავლებელმა ქალბატონმა ალამ. ეს რეცეპტი ძალიან ადრე რო არ მოგატყუოთ, დაახლოებით 40 წლის წინ მასწავლა უფრო მეტი. მე დავდიოდი მასთან, მესადინეობდი, ვემზადებოდი
ვაბარებდი უმაღლესში და ქიმია მჭირდებოდა და აი მაგ პერიოდში სხვათა შორის ისიც რა მასწავლა კიდე. პასკის გაკეთება მასწავლა, პასკის. ძალიან მაგარი პასკის რეცეპტი იცოდა. მე ჩემებს ოჯახის წევრებს ვაჩვენ ეს რეცეპტი და სხვა დროს გამოუყენებიათ ხოლმე კარაქი წაუსვით. ძალიან ბევრი, აი ესე. ესე გაიგლისოს ეს კარაქი. შინითაც გაუშვათ ესე. აი ეს უკარაქშია. აი ესე. გარედანაც აი ესე წაუსვათ. და ეხლა ცოტა პაპრიკა, აი ესე გემოს მიხედვით დავაყაროთ. აი ესე. ბევრი არ მინდა რომ მოუვიდეს. აი შინიდანაც წაუსვათ. აქეთ ხრიდანაც. აი ესე. აი ესე. ციცაკაც უკვე არის. ცოტაც დავამატებ მაინც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმწარეს, ეგაძლევს გემოს. და გაუშვათ აი ესეთი ორი პატარა ნაჭერი ლიმონი ჩაუშვათ. გინდა ორი, გინდა ეს სამი. ჩაუშვათ შიგნით. აი ეს ლიმონები. ეხლა ეს კარგად ესე მუცელი აი ესე ჩაუგეთოთ, ასე ვთქვათ. კარაქი უკვე წასმული გვაქვს. მაინც ყოველ შემთხვევაში უკვე უნდა დავხურო ფოლგა და აი ესე დავადებ ზემოდან. აი ესე. აი ესე. მაინც ხურავ უკვე. აი ესე და ეხლა ფოლგაში ეს კარგად აი ესე შევფუთოთ ფოლგით აქედან. აი ესე. აი ესე. აი ესე კარგად შევფუთოთ. აი ესე. და მოვამზადოთ უკვე რომ გავუშვათ გასხურაში. რა თქმა უნდა, მეორეც იგივენაირად გაკეთდება და გავუშვებთ ახლა პირდაპირ თავიდან იქნება 180 გრადუსი ტემპერატურა და 200-მდე ნავწერთ მერე რა. მეორესაც დავამზადეთ და გავუშვებთ პირდაპირ გასხურაში. მოვიდა ჩვენი სკუმრიები და აი ესე შევუშვათ შიგნით. აი ესე ოპერატორო კარგად გამოაჩინე შიგნით. აი ესე 180 გრადუსია. 180.
ეს ყოველ შემთხვევაში აი ესე დაუდოთ, რომ წვენი რო დაიწყებს სტენას, წვენი აი ამაში მოგროვდეს. всё, აი ესე 180 მერე შეიძლება ცოტა მოუმატოთ. დაახლოებით 40 წუთი უნდა. აბა კეთილი მგზავრობა. მე მგონი საათ უნდა იყოს. აბა მობცანდით. აბა გავხსნათ ანუ. ნახოთ რა გამოვიდა. აი რა გამოვიდა. ნახე აბა მეორეც გავხსნათ. როზე როგორი გამოვიდა? ნახე რა წვენი აქვს. ისე. ამისგან იჭმევა? კი. ისმევა? კი. აბა ახლა გავსინჯოთ როგორია. მე გამოვშინჯე. გაგასინჯებ, კი. თუ ამ მომაწონება გადმოვკრი. მოგეკითხები. აბა ნახოთ. აი, თითქოს ერთმა ვჭამ. აი ნახე რა გაისუნი აქ. ცხელია რა. ცხელია. ნახე როგორია. აბა მარილი მიეკრო. მარილი ატო მიეკრო. მაგარია. მართლა გემრიელია. აი ესეთი გამოვიდა შემწვარი ფოლგაში მეგობრებო. მოკლედ დავასრულეთ დღეს ჩვენ ეს გადაღება, გაჩვენეთ ორი რეცეპტი თევზის მომზადების, ძველი თბილისელი ხალხი პედაგოგების ნასწავლი რეცეპტი იყო. მოგწერეთ კომენტარებში მეგობრებო, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, გსურთ თუ არა კიდე ჩემთან ერთად რობერტას ნახვა და რაღაც თევზების მომზადება, მომწერეთ ყველაფერი. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.